ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. ინტერესების დამცველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მედია საშუალებების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც საუბარი 24 ნოემბერს ლონდონში გასამართ სასამართლოზეა. ადვოკატის ცნობით ამ დღეს გადაწყვეტილება ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე ნაწილზე საბოლოო ინსტანციამ უნდა გამოაცხადოს. ინტერესების დამცველი წერილში განმარტავს კრედიტ სუისისა და ჯულიუს ბაიერის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელებს და წერს, რომ Deep State-ის მიერ ივანიშვილის დევნა 2008 წლიდან დაიწყო, რის მიზეზიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ ყოფილი ხელისუფლებისგან ბიძინა ივანიშვილის სრულად დისტანცირება გახდა. ადვოკატის განმარტებით ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. ადვოკატის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლების და კონკრეტული მედია საშუალებების მხრიდან ვრცელდება სიცრუე. ავარი შანტაჟის მიზანი იყო ქვეყნის ინტერესების დათმობა. ხო, გვახსოვს, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მან დაიკავა პრინციპული პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. ყველა სასამართლო პროცესი, სხვა დავები რაც იყო, ყველა ინსტანციაში მოგებულია, მაგრამ თანხის დაბრუნება არ მოხდა. ალბათ, დიდი ალბათობით იგივე დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. სასამართლო წარმატებით დასრულდება, მაგრამ არ მოხდება ასრულება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებას, მითითებას და მგონი ყველაფერი ცხადია, არანაირი კითხვა არ ჩნდება. ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც ვაკვირდებით აი ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი, ვის კონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ და ასე შემდეგ. ანუ ხელის გულზედებს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.